ალბათ იმდენი ითქვა უკვე ამაზე, რომ ძნელია რაღაც ახალი და ესეთი თქვა ორიგინალური. მე მგონია, რომ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანი, იმის მაგივრად, რომ დაუჯეროს ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებს, ასევე ევროკომისიის შეფასებებს დაუკვირდეს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ხდება დემოკრატიის უკუსვლა და ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპები და აუცილებელია ამის გამოსწორება იმისთვის, რომ მიიღო ევროკავშირის დახმარების პროგრამები ნაერთი ბიუჯეტიდან. ამის მაგალითად ის უბრალოდ ეწევა ესეთ შანტაჟს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კონკრეტულად უბლოკავს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს, ეს არის უკრაინისთვის დახმარება 50 მილიარდიანი და გაფართოების პაკეტი, რომელიც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. აი აქ რა თქმა უნდა ის ეწევა სახიფათო თამაშს არა მარტო ვთქვათ ევროპისთვის თვლიანად ასუსტებს ევროკავშირის ერთიან რაღაც პოზიციებს, ასუსტებს ევროკავშირის ერთიან ძალისხმევას იმისთვის, რომ ერთის მხრივ რაღაცნაირად გაუკლავდეს ამ რუსეთის აგრესიას უკრაინასთან ერთად და მეორე მხრივ კიდე აი ეს გაფართოების პროექტი უცოტა უფრო ინტენსიურად განავითაროს, რაც ასევე ხელს შეუწყობს რუსეთთან გამკლავებას მომავალში. ამის მაგივრად, ესე ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში ხდება ამის ყველაფრის ბლოკირება და კარგად არ ვიცით რის გამო, ანუ არის ეს გამოწვეული მაინც და მაინც 22 მილიარდის გამო, რომელიც დაუბლოკა ევროკავშირმა და არაძლევს, რომელიც აბსოლუტურად კანონიერად დაუბლოკა, იმიტომ რომ ევროკავშირის დახმარება არის სპეციალური რეგულაცია 2021 წელს მიიღეს ბოლო რეგულაცია ამ მიმართულებით, რომელიც ამბობს, რომ კანონის უზენაესობის კონკრეტული, ესე ვთქვათ, მიმართულებების არ აღსრულების შემთხვევაში ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფა იკვეცება. ასევე ამის საშუალებას იძლევა მეშვიდე მუხლი ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების, რომელსაც იყენებენ პრინციპში ამ შემთხვევაში. და აი ეს სრულად კანონიერი მოთხოვნა ევროკავშირის არის გადაყვანილი ამ პოლიტიკური ვაჭრობის სფეროში და სახიფათოა თავად უნგრეთისთვისაც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ეს მეშვიდე მუხლი, რომელზეც მე გესაუბრეთ, იძლევა შესაძლებლობას, რომ წევრმა ქვეყნებმა თუ ნახეს, რომ ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს უკვე ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და წაართვან ხმის უფლება 4/5 ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ქვეყანა, რომელიც არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპებს და იღებს ისეთ კანონებს, ან ვთქვათ, არასრულებს რაღაც გარკვეულ კანონებს, რომლებიც ეხება კორუფციას, ეხება მართლმსაჯულების თავისუფლებას, ეხება გამოძიების უფლებას და მიუკერძოებლობას და სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომელიც ვთქვათ გამოძიებაში ობიექტური გამოძიების საშუალებას აძლევს кейსებს და ასე შემდეგ. ამ ქვეყანას შეუძლიათ წაართვან ხმის უფლება ევროკავშირის საბჭოში. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში ვერანაირ პრობლემას ვეღარ შექმნის, ყველა გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ უბრალოდ უნგრეთის გარეშე და უნგრეთი იქნება ნომინალური წევრი. თუმცა, ბატონო კახო, შესაძლებელია თუ არა, ვთქვათ, ვიქტორ ორბანას შეძლოს, რომ თავის პოზიციაზე გადაიყვანოს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, ის აპელირებს იმაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე, გულისხმობს იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაიძრა ეს პროცესი. ამ ფონზე შეუძლია თუ არა, ვთქვათ, ასე ვთქვათ, გადაიბიროს ევროკავშირის ევროპული საბჭოს სხვა წევრები, მიუხედავად მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ ვნახეთ მაგალითად გუშინ ბულგარეთიდან ესეთი განცხადებები, რომელიც ერთიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კი, ამის საშიშროება არის, რა თქმა უნდა. ნუ გააჩნია რამდენ ქვეყანას გადაიბირებს აქ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არის იმის საშიშროება, რომ ნაწილი ქვეყნებისა, სადაც პრორუსული განწყობები უკვე იწყებს დომინირებას, მაგალითად სლოვაკეთი, ვთქვათ, სადაც აირჩიეს ისეთი მთავრობა, რომელიც
ანტიუკრაინულია როგორც მინიმუმ თუ პრორუსული არა. თავად უნგრეთი, ხა ბულგარეთი ყოველთვის იდგა ამ ზღვარზე, ჩვენ ვიცით კარგად რომ ერთი მთავრობიდან მეორე მთავრობამდე ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას თქვა რუსეთის რაღაც ინტერესების ლობირება ბულგარეთში. მაგრამ რამდენად ბევრია ესეთი ქვეყნების რიცხვი, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დაისვას. 4/5 ეს არის 21 ნახევარი, ანუ რეალურად 22 ქვეყანა ალბათ. 27 ქვეყნიდან თუ თქვათ 5 ქვეყანა აღმოჩნდება ესეთი, რომელიც უნგრეთს დაუჭერს ხარს, 4/5-ც მაინც აქვს შესაძლებლობა და უფლება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ გადაწყვეტილება მიიღოს უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევაზე და არა ვთქვათ გადაწყვეტილება უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ვიცით ერთსულოვანი უნდა იყოს გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. არა, სწორედ მაგაშია საქმე. თუ უნგრეთს ხმას ჩამოართმევენ, მერე უკვე ერთსოლოვნება განისაზღვრება არა 27 ქვეყნით, არამედ 26 ქვეყნის გადაწყვეტილებით. სწორედ მაგაზეა საუბარი, რომ უნგრეთს აღარ ექნება უფლება, რომ დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გნებავთ კონსენსუსით არის მიღებული, გნებავთ კვალიფიცირებული უმრავლესობით. სხვადასხვა საკითხებში ხდება კვალიფიცირებული უმრავლესობით მიღება. საგარეო ურთიერთობების საკითხებში ხდება ძირითადად თქვათ კონსენსუსით გადაწყვეტილებები. მაგრამ სწორედ ამაზეა საუბარი, უნგრეთს თუ ხმის უფლება წაართვეს, მაშინ ძალიან მარტივად მოხდება შემდეგ უკვე ყველა სხვა გადაწყვეტილებების მიღება უნგრეთის გარეშე. მაგრამ ეს არის თეორიული შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის წევრ-ქვეყნები მაინც არჩევენ, რომ მოიცადონ და გადაავადონ ეს საკითხი და გააგრძელონ მოლაპარაკებები იგივე უნგრეთის ხელისუფლებასთან, შეიძლება სხვა ქვეყნებთანაც. ვიდრე ესე ხისტად მოჭრან ეს საკითხი და უბრალოდ უნგრეთს წაართვან ესეთ ხმის უფლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის იმიჯზე, მისი ერთიანობის განცდაზე და სამომავლო თქვათ სოლიდარობაზე ევროკავშირის შიგნით ქვეყნების ერთიანობაზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს და არაფერი კარგი ამაში არ იქნება. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის მდგომარეობაში. ეხლა უკრაინას რომ დახმარება არ გაუწიოს ევროკავშირმა იმ ვითარებაში, როდესაც შეერთებულ შტატებში იგივე პროცესები მიმდინარეობს, ანუ იქ ხდება დაბლოკვა უკრაინის დახმარების. უკრაინის დახმარების პრაქტიკულად დაბლოკვა უკვე ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მიერ შეერთებულ შტატების კონგრესში. აი ამ პირობებში ევროკავშირიც რო გამოეთიშოს ამ დახმარებას, უკრაინა ალბათ შეძლებს გაძლოს თქვათ საბრძოლო მასალა და აი ეს რესურსები ომის გასაგრძელებლად ეყოფა მხოლოდ ალბათ რამდენიმე თვით. და დანარჩენი უკვე ძალიან რთული იქნება. აი ბატონო კახა, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ასოცირებული ტრიოს ერთ-ერთ ქვეყანას თუ ვთქვათ შეეხება ეს, ანუ უკრაინას გულისხმობენ და მით უმეტეს იმ ფონზე, როცა განაცხადის გაკეთება სწორედ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, ისე პოლიტიკური ძალები, ზოგიერთი პოლიტიკური ძალები საქართველოში ამბობენ იმაზე, რომ ეს პირდაპირ იმოქმედებს საქართველოსეო. ორბანის ეს განცხადება და უკრაინის დაბლოკვაო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც იმოქმედებსო და თქვენ როგორ ფიქრობთ? იმოქმედებს თუ არა? კი, ესეა ნამდვილად ამ ეტაპზე გადაწყვეტილია კენჭისყრა მთლიანად პაკეტისთვის კენჭისყრა, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ყველა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ევროკომისიის ანგარიშში იყო წარმოდგენილი და ევროკომისიის მიერ შედგენილი რეკომენდაციებია, ხო ეს? ამათ მთლიანად ეყრება კენჭი, ესე როგორც ერთ პაკეტს და ამიტომ თუ თქვა ორბანი დაბლოკავს, უბრალოდ მაშინ ის დაბლოკავს მთლიანად არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნებისთვის, ყველა იმ წინსვლას, რომელიც არის იქ აღნიშნული, მათ შორის თქვა ბოსნია-ჰერცეგოვინაზეც არის ნათქვამი, ასევე უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ყველგან არის გარკვეული ესე ვთქვათ სტატუსური წინსვლა შეიძლება ითქვას, ну ახალ ეტაპზე გადასვლის ესე ვთქვათ მოწოდება, რეკომენდაცია. ეს ყველაფერი ერთად დაიბლოკება. ეხლა სხვა საქმეა თუ მომავალში შემდეგ ვთქვათ შეიცვლება და ევროკომისიას თხოვენ რომ
ცალკე წარმოადგინოს ეს წინადადებები, ესეც შესაძლებელია თეორიულად, აქ ყველაფერი შესაძლებელია და პრაქტიკულადაც. უბრალოდ ამას დრო დაჭირდება. თუ ხედავენ, რომ უკრაინაზე არაფერი არ გამოდის და ორბანი ესე ვთქვათ, მანდამაინც ბლოკავს უკრაინას, მომავალში შეიძლება ვთქვათ 1-2 თვის მერე ან 3 თვის მერე წარმოდგენილი იქნას სხვანაირად და მაგალითად ესე დაჯგუფებულად კი არა, ვთქვათ საქართველოსზე ცალკე ყარონ გენჭი და სხვა ქვეყნებზე ცალკე ყარონ გენჭი. და ესეთნაირად, მაგრამ ამ ეტაპზე ესე არ განიხილება, ამ ეტაპზე ეს განიხილება ყველა ერთად. ამიტომ თუ ორბანი გადაწყვეტს, რომ დაბლოკოს ვთქვათ უკრაინის საკითხი, მე დახმარებაზე არ ვსაუბრობ, ეს ცალკე საკითხია უკრაინის დახმარება. მე ვსაუბრობ გაფართოების კონტექსტში, ვთქვათ, აი ეს გეგმები, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა, მათ შორის უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ასევე მოლდოვასთვის და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება კანდიდატის. ეს ყველაფერი ერთად დაიბლოკება, რა თქმა უნდა.